გიმზადებ. ესე იგი, გუში ჩემმა მეზობელ მეგობარმა დამპატიჟა საჭმელად თავისთან ვიჩინაზე. და ბევრს ეგონა, რომ ვიჩინაც იყიდება. მხოლოდ და მხოლოდ თუშური გუდისყველი და პომიდორი. აი ოქტომბერში რო ჩამოვალ კიდე, მთიდან რო ჩამოვიტან შემოდგომის ნადავლს, თუშეთის მთებში მოგროვილ შემოდგომის ნადავლს. მერე შეიძლება ვიჩინაც იყოს, მაგრამ რაღაც არ ამგონია. გაზაფხულზე უფრო არის მაგის შანსი. ახლა დავავალებ მე ერთ ძალიან მაგარ ადამიანს ვიჩინის ჩადებას, რომელსაც ბევრი ღორები ყავს, ტყეში ესე გაშვებული ყავს ეს ღორი და ფარებად იკარგებიან. საერთოდ საღორი არა აქვს ამ კაცს. და ორ კვირაში ერთხელ ანახულობს ან არა ამ ღორებს, რკოზე და ესეთ იმებზე. შეიძლება ბევრს გაუჩნდეს შეკითხვა, რომ რანაირად თუ რა ნადირი არ ხოცავსო, არ კლავსო და არა, ღორმა ესე იცის თან ტყეში გაზრდილმა ღორმა ჯგუფებად დადიან და მგელი თუ დაესხება თავს, აქეთ ესენი აშინებენ რა. შეიძლება ეხა ერთი გოჭიანური გასტაცოს, მაგრამ ღორებს ვერ აშინებენ. ის ნადირი ვერ აშინებს ღორს რა. და მე იმ ჩავდებთ ძალიან მაგარ ვიჩინეს და აღდგომისთვის, იმიტომ რომ ვიჩინის ჩადება ეხლა არ შეიძლება, იმ დეკემბერში იდება ხოლმე რა ვიჩინე და აკრას ის დრო იქნება, რომ აღდგომისთვის მოუწევს. ცოტა ყველსაც გადავიხნახავ შემოდგომაზე, თელს არ გავყიდით და აღდგომისთვის ყველიც გვექნება და ვიჩინაც. მაგრამ გუშინელი ვიდეო რაც ნახეთ, უბრალოდ მეზობელთან პურის ჭამა იყო. მაგრამ აი პომიდორი ჩამოვიტანე და კიდე შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოლო დღე. სულ რამდენი თავი დარჩა და 5 თუ არა? 4 არა. ის ერთი ბუდაცხობა გშიგნით. ხომ მოკლედ რა მნიშვნელობა? აბა